გამარჯობა მეგობრებო. დღეს დაპირებული ჩართვა მაქვს თქვენთან. მოდით ვისაუბროთ. სასიამოვნოა თქვენთან საუბარი და თქვენი ჩართულობა ძალიან მსიამოვნებს. რო აქტიური ხართ, წერთ კომენტარებში თქვენს მოსაზრებებს იმ თემასთან დაკავშირებით, რაზეც გესაუბრებით ხოლმე. დღეს მინდოდა დაანონსებული იყო სიყვარული და სიძულვილის თემა, მაგრამ ვინაიდან დღეს არის ბზობა, გილოცავთ ამ დღეს. ამიტომ ვიფიქრე უფრო ამ დღესთან დაახლოებულ თემაზე მესაუბრა. ეს არის სიკეთე და ბოროტებას შორის არსებულ პრობლემებზე. სიკეთე. მოდით, სიკეთე შევადაროთ ნათელ ფერებს. როგორ ფერებში წარმოგიდგენიათ სიკეთე, აი ეს მცნება. მე წარმომიდგენია ის ძალიან მსუბუქი და ძალიან თეთრი. ლაჟვარდოვან ცის თავზე რო იცის ხოლმე ღრუბელმა გადაფენა აი ესეთ ფერებში. გამჭვირვალე ჰაერი, სისუფთავე, კამკამა წყალი და ასე შემდეგ. რაც შეეხება ბოროტებას, იმ წუთას წარმომიდგება ხოლმე ძველი სარდაფი. რაღაც ეგეთი გქონდა ადრე ძველ სახლში ჩვენ, სადაც იყო მიწა, სიბნელე, ყველაფერი ჟანგიანი, ყველაფერი ობობის ქსელებში გადახლართული. იცი თუ არა რომ ბოროტება აი ზუსტად აი ესეთ შავს, რაღაც საშინელ შეგრძნებებს ტოვებს ადამიანის გულში და სულში. ამიტომ უნდა ვეცადოთ არანაირად არ შემოუშვათ ის ჩვენში. არანაირად, პირიქით, რაც არ უნდა განსასწრებით სავსე ცხოვრება გქონდეს, სულ უნდა ვეცადოთ, რომ ნათელი ფერები შევიქმნათ ირგვლივ. ნათელი ფერები გადაგვარჩენს, იმიტომ რომ ის ასოცირდება სიკეთესთან. სიკეთეს მქმნელი ადამიანი კიდევ ბედნიერია. რაც არ უნდა ღარიბი იყოს, ის მაინც მდიდარია. სიკეთე შენშია, მას დაატარებ, მსუბუქად დაახდიხარ მიწაზე, თითქმის დაფრინავ დედამიწის თავზე. შორს ჩვენგან ბოროტება, მისი მუქი შავი ფერებით, არ გვინდა. გთხოვთ. სულ ეგ იყო, რაც მოკლედ მინდოდა მეთქვა ამ თემაზე. რაც შევძელი და რაც გამახსენდა. ეხლა თქვენ მომწერეთ. რა ფერებში ხედავთ სიკეთეს და რა ფერებში ბოროტებას და ბოროტ ადამიანს. კარგად იყავით. შემდეგ ჩართვამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.